მოგესალმებით. მე ვარ ლუკა ციგროშვილი, ფუცმთაწმინდას დამფუძნებელი და ასევე ფუცმთაწმინდას ფეხბურთელი მეკარის პოზიციაზე. ეხლა რატო გაწუხებთ, რატო გაყურებინებთ ამ ვიდეოს? ესე იგი, ჩვენ გავაკეთეთ გუნდი ეზოში, უბანში უბრალოდ. მოდი დავარქვით ფუცმთაწმინდა, ანუ თაწმინდაზე გავაკეთეთ ეს მეგობრებმა მაკაცებთან ერთად. და ახლა რას ვაპირებთ? ვიცით რომ ეს ჩვენ ესეთი ბავშვების გაკეთებული გუნდი ვერ შევა მერიტ ლიგებში, რომელიც სადათავშოს დინამო, საბურთალო ეს პატარა ასაკში. მაგრამ მაინც შევადგენ კიდევ ლიცენზირებული მწვრთნელები, სამი სავარჯიშო მოედანი და ერთი ძირითადი. ამიტომ ინფრასტრუქტურა, განათებები, გათბობა, ფორმა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არ გამოგვივა ჯერჯერობით და გადავწყვეტ შევექმნა ჩემპიონატი ბავშვებს შორის. ის თანახმადად ასე იგი ყველა უბნიდან გაგაგდება გუნდები. ნებისმიერ რაოდენობაში შეიძლება თაწმენას გაკეთდეს 6-7, რამდენიც გვინდა. ძირითადში უნდა იყოს 5 ფეხბურთელი ერთი გუნდის. ზამენაში იქნება 3 ფეხბურთელი. ასევე იქნება ასაკი შეზღუდული. ფეხბურთელების გუნდში რაოდენობა შეზღუდული არის, მაგრამ არის ასაკი შეზღუდული. ნებისმიერი წლიდან 14 წლამდე. თამაშები ჩატარდება შაბათ-კვირაობით და რა პრინციპით. მაგალითად, თამაში დაინიშნა მთაწმინდასა და აულაბარ შორის. რა მოხდება? შაბათს აულაბრის გუნდი მოვა მთაწმინდას სათამაშოდ, ხოლო კვირას მთაწმინდის გუნდი წავა აულაბარში სათამაშოდ. ასევე ერთ დღეს ჩატარდება ბევრი თამაში, მაგალითად სოლაკი და ნახალუკას შორის თამაში. ჯერ სოლაკი მივა ნახალუკაში, მერე ნახალუკა სოლაკში. ან პირიქით. ამას უკვე გადაწყვეტავს ჩემპიონატი ცოტა ხნის შემდეგ. მე რატო ეს შეგაწუხეთ, რატო გაყურებინებთ, რომ ვისაც სურვილი გექნება შექმნათ ეს გუნდი, არ არის აუცილებელი უბრალოდ ფორმები, უბრალოდ გვინდა ყველა ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია, ასაკი, წლოვანება, საცხოვრებელი ადგილი, დაბადების რიცხვი, თარიღი და ასე შემდეგ. მაგრამ ყველა შეუძლია გააკეთოს თავისი ფორმა, თავისი გუნდის ემბლემა, საიტი და ასე შემდეგ. ჩვენი გუნდს უკვე გვაქვს Facebook-ზე გვერდით, საიტიც და ასე ჩვენ ვაფორმებთ კონტრაქტებს. გაჩვენებთ ახლა ამ კონტრაქტებს და თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ესეთი კონტრაქტი უკვე 5 ფეხბურთელისთვის გვაქვს ესეთი კონტრაქტი გაფორმებული. ახლა კარგად არ გამოჩნდება, ვერ წაიკითხოთ, მაგრამ დაახლოებით ამ ტილის არის. ეს არის ჩვენი გუნდის ემბლემა. ოღონდ პირიქით. არ ჩამოკლეთ კარგად, არ უშვას, მაგრამ შეგიძლიათ ყველამ გააკეთოთ ნებისმიერი ნაღდი გუნდი. იქნება ასევე გაყიდვა მოთამაშეების. როცა თქვენ გაუფორმებთ კონტრაქტს ამოწურვის შემდეგ, თუ ფეხბურთელს მოესურვება სხვა გუნდში გადასვლა, თქვენ გამოაცხადეთ ამის შესახებ Facebook-ის გვერდზე, სადაც ჩვენ გავაკეთებთ ან ჩემპიონატის საიტზე. თბილისი კაპი არის, ანუ თბილისის ჩემპიონატი, უბრალოდ ზოგადად თბილისი კაპ. ან თბილისის კაპის საიტზე, ან Facebook-ის გვერდზე თბილისი კაპის და ამ შემთხვევაში გამოცხადდება ტრანსფერები. სატრანსფერო ფანჯარა როცა გაიხსნება, მაშინვე გამოცხადება ეს თქვენი მოთამაშის გაყიდვა და ყველაზე აუქციონის დასრულებამდე ყველაზე მაღალი შეთავაზება რომ გუნდსაც ექნება, იმ გუნდში გადავა ეს მოთამაშე. ამ პრინციპით იქნება. მაგრამ შეგიძლიათ თქვენ ასეთ თუ მოთამაშეს კონტრაქტი ამოეწურა და აღარ მოუნდა თამაში, გაუშვათ და საერთოდ ეს გუნდში აღარ გადავიდეს, თუ არ აქვს საშუალება შორსიარულის და ასე შემდეგ. მადლობა და კითხვები დაწერეთ აქაც, მომწერეთ მე პირადში და ყველას თხოვ დაალაიქეთ ფუცმთაწმინდა, სკ მთაწმინდა. დიდი მადლობა, ამგვარს დავლინკავ.